გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ამ სიმღერამ, ამ ვაჟკაცი ბიჭების, ნაკლი ქართველი ბიჭების შესრულებით რაღაც სასწაული იყო და ჟურნალისტებმა დაგვიარა. ისე რომ დიდი მადლობა თქვენ ბიჭებო. თქვენი სიმღერა მარტო შემოქმედებითობა არ გახლავთ. ეს არის ნამდვილი ქართული ჯიშისა და გენის ხივილი, რაც დღეს თქვენ გვაგრძნობთ. სიამოვნებით მოგისმენთ და ერთხელ კიდევ ვიტყვით, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ მთელი ცხოვრება, მთელი საუკუნეები, უსასრულო და უსასრულო, სადაც არ უნდა ვიცხოვროთ, სადაც არ უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენი სისხლი და ჯიში სხვა უფლებას არ მოგანიჭებს. მოგესალმებით, ძვირფასო ნაგოდეხელებო, დღეს ჩვენ ჰერეთის, ანუ ეგრეთ წოდებული საინგილოს ანსამბლი ჰერულა გახლავართ და ვცდილობთ წარმოვიდგინოთ ჩვენი კუთხის ჰერეთის ფოლკლორული მუსიკის ნიმუშები, გავაჟღეროთ. როგორც ვიცი, ეს ყოველ შემთხვევაში დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში პირველი შემთხვევა, როცა ამ სცენაზე ჟღერდება ჰერეთის ფოლკლორი და ჩვენ დღეს 5 ივნის 2023 წლის 5 ივნის სწორედ ამ პრეზენტაციის წარმომადგენლები გახლავართ. ამ საქმეში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო დიდი მხარდაჭერით გამოირჩა. დღეს ჩვენ რომ თქვენს წინაშე ვართ, სწორედ მნიშვნელოვან წილად არის ამ სამინისტროს დამსახურება და გარდა მუსიკალური მომღერლისა მე წარმოვიდგენთ გარკვეულ ისტორიულ ექსკურსს წინაპირობებს თუ როგორი მატიანე ჰქონდა ჰერეთში, ეგრეთ წოდებულ საინგილოში, საქართველოს ამ განაპირა მხარეში, ისტორიის განმავლობაში, ქართული ფოლკლორული მუსიკის საწყის ეტაპებს, შემდგომ განვითარებას, ძნელბედობის შემოსვლის ისტორიულ წიაღისეულს და საბოლოო ჯამში როგორ მოვიდა დღევანდელ სახელად. ეს სიმღერა უწინ იყო ლამაზ დროემ, ალბათ მივხვდით, ნიშნავს უწინ იყო, ადრე იყო ლამაზი დროები, ანუ კარგი დროები. ანუ მართლაც ჰერეთის ისტორიის ის ეპიზოდი, როდესაც ეს კუთხე იყო საქართველოს შემადგენლობაში, ვითარდებოდა აქ ქართული ხალხური სიმღერები, ქართული კულტურა ზოგადად, ისევე როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში. როგორც იცით, გარკვეულ ისტორიული ძნელბედობის ჟამს ჰერეთი, ეგრეთ წოდებული საინგილო, მოწყდა საქართველოს ერთიან სახელმწიფოს, ერთიან სხეულს. განსაკუთრებული დაღი მუსიკალურ მიმართულებას დაასვა შაჰ-აბასის შემოსევებმა. როგორც მოგეხსენებათ, ქართული ხალხური სიმღერა არის გუნდური სიმღერა, ხო? შაჰ-აბასის შემოსევების შემდეგ ისე მოხდა, რომ ეს ჩვენი კუთხე, რომელიც საქართველოს აღმოსავლეთიდან ფარად ეყარებოდა, ანუ მწერის შემოსევისას პირველი ჩვენი კუთხე ხდებოდა. აი ამ შემოსევების შედეგად განადგურდა მოსახლეობა. არის ცნობები, რომელთა მიხედვითაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მაგალითად კახის რაიონში სულ 100 ქართველი დარჩა შაჰ-აბასის შემოსევის შემდეგ. ცხადია, ხალხურ ანსამბლს სჭირდება ადამიანების რაოდენობა, რათა გუნდურად შეასრულოს მრავალხმიანი სიმღერა. მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ამხელა სამოურავოში, აკის სამოურავოში სულ 100-მდე კაცი დარჩა, ცხადია შეუძლებელი იქნებოდა ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლების
იმ გვარი განვითარება, როგორც იყო მანამდე შუა საუკუნეებში. შემდგომ პერიოდში იყო ლეკების ბატონობა ჰერეთში, ჩვენს კუთხეში, რამაც მნიშვნელოვანი დაღი დაასვა არა მხოლოდ მუსიკალურ ტრადიციებს, არამედ ზოგადად ყველა იმ ტრადიციათა სახეობას, რომლებიც სახალხო გამოხატვის ფორმით მიმდინარეობდა. ჩუმად შეიძლება ილოცონ და ჩვენმა ხალხმა ჩუმად ილოცა და შეინახა მისი სარწმუნოება. მაგრამ ჩუმად მრავალხმიან სიმღერას ვერ იმღერებს გუნდი, ხო? აი ამის გამო მე-17 საუკუნიდან მოყოლებული ჰერეთში ქართული გუნდური ხალხური სიმღერის ტრადიცია დაიკარგა. გუნდური ხალხური ტრადიციის აღდგენა ეს არის ჩვენი უახლოესი წინაპრების უდიდესი დამსახურება, რომლებმაც მიუხედავად უდიდესი ორსაუკუნოვანი ზეწოლისა შეძლეს თავიანთი ეროვნული იდენტობის გადარჩენა და შენარჩუნება. ის ფაქტი, რომ დღეს მე თქვენ გესაუბრებით ქართულ ენაზე და ჩვენი ანსამბლი მღერის ქართულად არის სწორედ მათი დამსახურება და მათი დამსახურებითვე დაიწყო ის წინაპირობები, რომლის შედეგადაც მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან უკვე აღდგა ქართული მრავალხმიანი ხალხური სიმღერების შესრულება და კულტურა ჰერეთში. მე-19 საუკუნეში ამას ძირითადად ხელი შეუწყო კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღდგენელი საზოგადოების მოღვაწეობამ, რამაც პირველ etapზე გალობის სახით შემოიტანა და დააბრუნა ჰერეთში მრავალხმიანობა. მათ შორის უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისში პირადად პაპაჩემი გალობდა, როგორც მოგეხსენებათ, მანამდე მე-19 საუკუნემდე ჩვენი წინაპრები იძულებით იყვნენ გამოსვლინანებული და შესაბამისად ეკლესიის მოქმედებაზე საუბარიც ზედმეტია და ყოველგვარ ქრისტიანულ დამხმარებულ კულტურაზე. როგორც მოგახსენებთ, ქრისტიანობის აღდგენა 1950 წლიდან მოხდა, ამას მოყვა მრავალხმიანი საგალობლების განვითარება, რომლის შემდეგი ეტაპი იყო ქართული ხალხური სიმღერების აღდგენა. მე გითხარით, რომ როგორც მოგახსენებთ, საგალობლები მრავალხმიანი იყო წარმოდგენილი უკვე მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან და მე-20 საუკუნის დასაწყისიდან. მათ შორის პაპაჩემი ვასილ პაპიაშვილი იყო მოგდერალი და ასრულებდა საგალობლებს. იგი დაბადებული იყო 1909 წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ 1920-30-იან წლებში, 40-იან წლებშიც, მაშინ როდესაც საბჭოთა კავშირის მიერ უკვე აკრძალული იყო მეტწილად რელიგია, ისინი მოღვაწეობდნენ და გალობდნენ ქართულ საგალობლებს. ამჯერად მე შემოგთავაზებთ მათი რეპერტუარიდან ერთ-ერთ სიმღერას, რომელიც სრულდებოდა მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში. მას ჰქვია ალთანდი გადინადურა. ალთანდი გადინადურა არსებობს სხვა ვერსიებიც დასავლეთ საქართველოში, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ ჰერეთში იყო ასეთი განსხვავებული ვერსია, რომელსაც ეხლა წარმოვიდგენთ. გარდა
პაპაჩემისა, ასევე ჩემი ინფორმაციით იყო კიდევ კაკი ბოლოზე ცხოვრობდა ერთი ცნობილი პიროვნება ათაბეკ ოქროჯარაშვილი, რომელიც ასევე ასრულებდა ამ სიმღერას. ცნობილი და საზოგადო მოღვაწე იყო, ასევე იგი ცნობილია რუსეთის იმპერიის საელჩოს წარმომადგენლად ირანის კარზე. ეხლა შემოგთავაზებთ სწორედ ამ სიმღერას, რომელსაც ჩონგურზე ასრულებდნენ ჩვენი დაახლოებით 1 საუკუნის წინანდელი წინაპრები.
ის და ამის შესახებ სხვათა შორის რამდენიმე წლის წინ მე ჩავწერე ერთი საინტერესო პიროვნება თქვენ დარწმუნებული ვარ უმრავლესობა შეიძლება ყველა იცნობს მას ამჟამად უკვე ცოცხალი აღარ არის და ეს ვიდეო კადრები რომელსაც ახლა გავუშვებთ არის უნიკალური ვიდეო კადრები საუბარია ბატონ ჯემალ ღაღანიძეზე ცნობილ მსახიობზე რომელიც გვიყვება ხავის ჰერეთში სწავლის პერიოდში ქართული სიმღერების შესახებ დაბრუნ საინტერესო ამბავს. როგორც მოგახსენებათ, ბატონი ჯემალ ღაღანიძე დამამთავრებელ კლასში სწორედ კახის რაიონის საშუალო სკოლაში სწავლობდა და ჩვენთან ცხოვრობდა. მოდით გავუშვათ პირველი ვიდეო და მოვისმინოთ თავად მე ბავშვობიდან მე ჩაფიქრებული მქონდა ბავშვობას ვეძახი მე-6 კლასში მე-6 კლასში ვეძახი ბავშვობას ხო თავიდან ჩაფიქრებული მქონდა რომ უნდა გამწევარი სახე რატომ ასე ეხლა ესე საშუალო სკოლაში რომლებიც კითხვა 90% ყველას არტისტობა უნდა ეგრეა და იქ მე ნახდა ესე მინდოდა ისე წავიდა ჩემი ცხოვრება რომ მე უფრო გამიჯდა მე-9 კლასამდე უკვე ისე ვიყავი რომ გადაწყვეტილი მქონდა რომ პროფესია მე უნდა ყოფილიყო მსახიობი აქ ყველაფერი საქართველოში ხდება ხო აქ პირველი რიგში დაყარეს გოგო და ბიჭები გაგაცნეს ეს მაინც იმ პერიოდში სამგე სკოლები შემოიღეს ქალებისთვის სამგე სკოლები შემოიღეს კაცებისთვის ეს ერთი და მეორე შემოიღეს აი იმ პერიოდში როცა მე მე-9-დან მეათეში გადავდიოდი შემოიღეს 11 სწავლება მოუმატეს ეს ციფრები კიდევ ახლა გამოარდა ხმა რომ მე 11 კლასს დავამთავრებდი თეატრალურ ინსტიტუტში დიღება იყო წელს იმიტომ წელსაც ნახევარი მაშინ არ იყო ძალიან შეერთი ბიზოლა იმაში რა ქვია ინსტიტუტში თეატრალურ ინსტიტუტში და ოპა ჩემოდი რა გარის ეგრე გამოდიოდა მე ჯანიცნით და შეიძლება ჯაშიეთ სამყარო თავშობილად და ამ ყოფაში რომ ვარ ეხამბავში რა მამაჩას მოდი მეთქიდა ატესტატი მიღებდა სიგაგიდა კაცო და რა პატიოსანი კაცო რა ატესტატი მიღოდა და რო ჩავეჭარე ახლა რა არის საგონებაში ახლა მოვიდა მამიდან და რომელიც მოიგავდა უნივერსიტეტში ბიბლიოთეკაში 45 წელს ზონდაციის ხა ეს აგრები ვაშენებდი რა ამ სკოლის ღობე იყო გარღვეული ასე გარღვეული და ამ ღობის იქით იყო ძველი ნანგრევები თითქმის ნანგრევები ეკლესიის მაგრამ დაგახურული იყო აშკარები არაფერი არ იყო აბსოლუტურად იყო ხობი შეფრთხილო ამ იმაში ეკლესიაში კინოებს აქედან ატანილი კინო ქართული კინოები მაშინაც იყო ხანდახან შექონდა ხოლმე კინოებს უშვებდა ხოლმე და ნელა ჩამილა სკოლაში და გავაკეთე ჩვენი ხელი ავამაგრეთ ის რაკია სცენა გავაკეთე და ავსენადა ჩამოვიდეთ ფარდა ჩამოვიდეთ ავსენადა ჩვენ მოსწავლეები ვეცითობთ პიესებს ვეცითობთ რაღაც ლექსები რაღაც ასიყო სიმღერები დედაჩემი წეგნიце მოდიოდა და ერთენაში წერდა ჩემი რომ ჯემალში რომ კარგად ვერიხარ და ბევრი კაი ქართული სიმღერა იცოდა მაგრამ ბავშვებს ძალიან მიდემართო ქართული სიმღერის შესაძლებლობა იგი და ჩემი პასუხი იყო ესეთი დედამეთქი დაგაგვიანა მე უკვე იქ საქმე დავიწყე და 10-15 ბავშვი გვერდში შევპატარებ დიდები რა ეს რუბა დააკარგავდა ეს თამთანაირი ხო და ეს მეცნიერთა შევკრიბე უკვე მეცი და აი და იქიდან შევკრიბეთ რომ ყუნელი იყო მახსოვარი რაიკონის დივანი რაიკონის ბოეკომში ხო რაიკონის დივანი და იმან მითხრა რომ კულტურის სახე შენდებოდა და იქ მუშაობდის ყველა და იმანის რომ მე შენო მომწოხა რომ ის რა იმან და ისო რა ქვია ბაქოში მივდივარ ბაქოში და მე პასო 5 აზერბაიჯანელი ბავშვი ოლიმპიადა იყო
რაიონული და მე საკრავად და შენ თუ მოახერხებ ეს 2-3 ბავშვი ქართული სიმღერით გააკეთო ქართულში და წავივალ ამ ბავშვებს ეს და მოხდა იყო იანვარში ჩახალსო არ მოხდა იმიტომ რომ მე იანვარში ახალი აქედან წასული ვიყავდი და მე აქ მინდოდა წამოსვლა და მე წამოვედი თორე ისე უბრალოდ ვიყავდი იქ თვითონ კარში ოლიმპიადაზე ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას ალბათ სხვა ისე სულ კარგად უნდა მომიხარებობა და აი ასეთაირად ეს ყველაფერი ხალხური ხარი უკვე იქა ძალიან თავისუფალი ვიყავ ადამიანი არაფერს არ მისვიდა პირიქით ნეტა გამეკეთებინა მიწოვდა შენ მასწავლებლებსაც ვათამაშებდი კაცო ქართულის მასწავლებლები უყავდა სცენაზე გავიყვანე ეს რიკაზე რიკაზე იყო ჩვენი ფიზკულტურის მასწავლებელი ამაზე ძალიან შესაძლებელი იყო არსენას როლი მიეცემა და ამ ფიზკულტურის მასწავლებელმა ჩამოაყალიბა ფეგუსის გუნდი სხვადასხვა მარტოჩენის გუნდები და სხვადასხვა ჯგუფი და ასე ის კარგად თამაშობდა ესე ჩესონი იყო კაპიტანი მე ვიყავი მეკარე და ახლა შაფათ კვირას ჩავდივდი დავლა ხოლედახით იმას კახის ცენტრი სადაც იყო ის იყო მას სკოლა იყო აზერბაიჯანული სკოლა იმ ეზოში იყო არქივი გაკეთებული ხეების გაკეთებული კარები სახელდახელო მოედანი ასბალაკი ასარაბე და ყოველ შაბათ კვირას აზერბაიჯანელები ქართველები აი ასე თამაშობდნენ ის იყო რიცხვარი რიგაზე საერთაშორისო თამაში შეიძლება და დაძებნე ქუჩაში ახმა ხიდარდნენ აი ეს ალბათ ეს ყველაფერი და მე ამ კურიებს ვიხარებ კურია მომისალო ფიზიკურად მომუშავებ ახლა შენო მაინც და მე ყოველ ჩასული ვიყავს რაღაცა გაფთანის ვიყავ ძალიან სუსტი ვიყავ ნუ იმუშავებ და ხარ ვიმუშავებ იმიტომ რომ ეს დავთავდება მეთქი ეს კულტურის საქმე დავთავდება და მე მსახიობი გავხდები მე პირობად გადლა ჩამოვარდნი მე არ და სპექტაკლი ჩამოვიდა და ვისამაშები ისე არის და ყველაფერი ქართულ სიმღერებს ემსახურებოდა ლეველში და თავის კლასელებს, სკოლელებს, მასწავლებლებსაც კი თავის პიესებში ამღერებდა ქართულ სიმღერებს. ახლა ჩვენ კიდევ ერთ სიმღერას შემოვთავაზებთ იმავე მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის ჰერეთის რეპერტუარიდან ეს სიმღერა სახელწოდებით ლეკებმა რომ მომიტაცეს მე მოსმენელი მაქვს მამაჩემისგან რომელსაც თავის მხრივ პაპაჩემის ვასილ პაპიაშვილის რეპერტუარიდან აქვს მოსმენელი თქვენ გეცოდინებათ სიმღერა ლეკებმა რომ დამიჭირეს გურული ვერსია, რომელიც უფრო ხშირად ვრდება ქართულ ფოლკლორული მუსიკის ასპარეზზე. მაგრამ ძალიან იშვიათად თუ გაიგონებთ ამ სიმღერის ჰერულ ვერსიას, ანუ ჰერეთში მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში გავრცელებულ ვერსიას. Así
დანებროებული არ არის და სრულდება ჩვენ მიერ განსაკუთრებით მეორე სიმღერა სრულდება იმავე ავთენტიკური სახით, როგორც სრულდებოდა ერთი საუკუნის წინ. დარჩება ალტერნატივას პირველი სტროფი იყო ავთენტური, ხოლო დანარჩენი სტროფები ჩვენ ხმებში გავშალეთ და ისე შემოვთავაზეთ. დიახ, როგორც მოგახსენებთ, ქართული პერიოდის განმავლობაში, ჯერ შაჰ-აბასის შემდეგ და შემდეგ ლეკების ბატონობის შემდეგ, ქართული ხალხური სიმღერების კულტურა ცოტა ჩაიკარგა ამ რეგიონებში. არა ცოტა თითქმის სრულად ჩაიკარგა. უბრალოდ დამჭა ქართული სული, რომელმაც შემდეგ აღადგინა ეს. ქართული ხალხური სიმღერით და ზოგადად ქართული კულტურით რა შეიძლება ყოფილიყო გამოხატული ისტორიულ წარსულში. უპირველეს ყოვლისა, დღესასწაულები, ხო, განსაკუთრებით საერო დღესასწაულები, მაგალითად ქორწილი. ქორწილებში მას შემდეგ, რაც ქართული ხალხური სიმღერები აღსრულდებოდა, ცნობილი ისტორიული ალბერტი მოვლენების შემდეგ, ჩვენ გვაქვს ესეთი მონაცემები, რომ მე-20 საუკუნეში ჰერეთში ქორწილები მიმდინარეობდა ნაღრა ზურნის ფონზე. ეს ამ საკრავების შესახებ გამყრულ ვიდეო მასალას მოგაწვდით ეხლა მე თქვენ. Simpatra campania ancora, hanno ciugo dei grassi, hanno impiegato, sono chiara podacre, sono mai corti sciatnare. Dopo che tu sei la usa un grondo. Da Natalia Washita, da Vadita Zen, alla corti liberty scellerare con di andare a girarsi, ove corti scelte come superato. Cammino. Ma ora fanno un giro di donne, no? Sapona, ottenere che devono mandare nella cucina. Es molto ertlich und Es nie gülla, non sai cazzo frasa. Mi tagli sembra che mai lo sei, da. Story, we know Tamazashvili Slausa, Story Midiola, Horses. Da crega ora. Vedete? Ich glaube, Salome scende di Dio, Istinte cazzo. Nahra Dor, Darmo, Zakra, Uma stradale da solita. Cati, a me. Scena armadio, riesce onde cazzi bileco, bombare, mi prendi feileco, sostaveco, tanaka. Nara, moja supronietice, kauzo jamu, anč, Helena. Lo macine. Lo macine. Hei patronara. Patronara, deva era cazzo. Forse bisogna? Cazzo bisogna, sono brava, pambare giù, però sono dentro non c'era poi. Io giuravo, Dormi o brava? ti narrai, mi svegli fella. Zum, ti narrai su grava. Dormo? Carmo dalla carsità, e me anche, Shashi. Shashi amore, come ne può?
რომელ გობაათი იყო? შაშიანი იყო. თამაზაშვილი რომელ იყო? თამაზაშვილი ცარა. ნადირაშვილი. ნადირაშვილი. იგი დიამონტაჟისტი. შაში ემანტო. შაში სახელი იყო? შაშა არქო შაში სახელი. ახლა ხორცი კრაში აღშენიოდნენ. ეხლა ბიტიმის განალის ოშკაცკაცი ის თაიდეკაცი ვენ დაასწრა ცხენებო ომნე ამბავნე ის იმიდეკაცი შაში მილიონა ხილერში გაგზელ საკრე ჭრიდა კაჯიაცერტო საკრე იმაც წინაღე საკრე ჟდეოდა კრავ მეტრეთი შაში მავალ ხალხი. აჰა როზე დარო. აი ეს ნაი. კრამ. იზოლ პატრა დარო. ხო? თუ დიდი დარო. ამ შემარაგარმა პატრა გარმო ჩონშაშა კონტა. გურიჯანი პედრესა კონტა. კერე ამასა კონტა ისა. ინიაზან გურიჯასა კონტა. თამაზაშვილი. არ გვინდა რომ შაშაპატა აღეროვდა. შაშაპატა იცი არაბულად მაგონდა მუსიკան დაგრე აწყვაწკუდი ჩიბერა. მე ხომ მე რომან მაგონდა. აი ოდია შაშაპატას. პატრავა. ექტორაკერვა იმათ ბალაბიტინა მამაგონდა. ჩემასტინასტა მაგონდა და მე ემართი პატრავა მე ხეთევა ჩემი მამას 1924-ში დავადეო რა აი მაშონა ანშურანსა ცოტა იმаш სუფრაშლიდი შუადღეზე პორში მე ისეთაი ოქეთევა მე რუდეო ამას დეოდი უგეა ეს მუსიკალი გმარტა ამას ჩელიოდა კაცკაცი კოდი იევა ღერონდა მუსიკალი შუკრადა ახოში პროუდნე არ შინაურა დავადეო გარზე არ გარზე უკროვდა ჩუმბურზე გაი დავუმეთ ახლა ჩუმბურს ვინ უკრავდა ჩუმბურ ezeri შოღლე აკეთებდნენ კეთისთავში. აკეთებდნენ უგეთ ცუკუე ვაშიეში ცუკუე ხონან ვენი კაცის მე ცუკუა მიამისაი ამიშა უგეთ აკეთებდა ყედება იმდენ მარტინმა ბიჭი მაიცოდნენ დაკრა აი და ფასა ამა ჩურის ის ხარმა Ewani, me uscì papà e sono via, e visto grado, caras, chungus, così mi dà un grado, chungus, oh, scendo chungus, scendo mai venuta, carga venuta, così via. კახის თავის მკვიდრმა ქალბატონმა ელისო ბაქიაშვილმა ოთარაშვილმა მოგვახსენა მე-20 საუკუნის შუა პერიოდში და 40-იან წლებში, როცა თვითონ ბავშვი იყო, ქორწილები მიმდინარეობდა დიდი დორის და პატარა დორის, ანუ დიდი ნაღარის და პატარა ნაღარის და დამად ზურნის ფონზე ეს ითვლებოდა უფრო ძვირფას მომღერალთა გუნდად, მუსიკოსთა გუნდად, ხოლო შედარებით პატარა წვეულებებზე, სადაც უფრო ნაკლები იყო ანაზღაურება, იკვრებოდა გარმონი ან ჩუნგური. ჩუნგური ეს რეალურად
არ იყო ჩონგური, რადგან გარკვეული პერიოდის განმავლობაში აი პერიოდში, როდესაც ლეკების ბატონობა იყო და ყოველგვარი მოწყვეტილი ვითარება არსებობდა საქართველოს მიმართ, არავითარი ჩონგური არ შედიოდა საქართველოდან საკრავის სახით. ერთადერთი გზა, რომ მიეღო ჰერელ კაცს საკრავი ინსტრუმენტი იყო აღმოსავლეთით და შესაბამისად იქიდან შემოვიდა აღმოსავლური საკრავი საზი. ეს საკრავი ფორმით წააგავს ქართულ ჩონგურს, ოდნავ განსხვავებულია და სწორედ ამიტომ ადგილობრივმა ქართველებმა ეს საზი არ იცოდნენ და არქვეს ჩონგური და უკრავდნენ სწორედ ამ ჩონგურზე და სწორედ იგივე ავთანდილ გადინადინა, რომელიც მე ამ შემთხვევაში მეგრულ ჩონგურზე შემოვთავაზებ, ჩვენი 100 წლის წინანდელი პერიოდის წინაპრები უკრავდნენ აი საზზე, რომელსაც ეძახდნენ ჩონგურს. ქორწილის შესახებ და დიდი დღესასწაულების შესახებ გვესაუბრა რესპონდენტმა და შემდგომი პერიოდის ძალიან საინტერესო მოვლენებს იხსენებენ შემდგომი აი 80-იანი წლების, მე-20 საუკუნის 80-იანი წლების ქორწილების ანსამბლის მომღერლები ბატონი ოთარ პაპიაშვილი და ზურაბ პაპიაშვილი, რომელთა ჩანაწერიც მაქვს, ცოტა ძველი ჩანაწერია და ხარისხი ხმისა კარგად არის მის, თუმცა რასაც ვერ გაიგებთ, მე იმას ორიოდე სიტყვით გეტყვით, თუ როგორ შეიცვალა ვითარება მე-20 საუკუნის 80-იან წლებში უკვე ჰერეთში ქორწილებში მუსიკის თვალსაზრისით. გავუშვათ შემდეგი ვიდეო.
ანუ ეს იმ პერიოდის თანამედროვე მუსიკალური კულტურა, როცა შემოიტანეს ჰერეთის ქართულ ფოლკლორში, პარალელურად მათ თავიანთი თვითნასწავრი შემოქმედებიდან რაღაც ქართული ხალხური სიმღერები ჰქონდათ ნასწავლი. და ერთხელ, როდესაც იმღერეს ქორწილში, მთელი ხალხი, ვინც ქორწილში ქორწილს ესწრებოდა, უცებ მოუწოდა შემოიკრიბა ამ მომღერლების ირგვლივ. და აი ყველა შემდგომ ქორწილი დავამთავრებო და ხალხური რომღერები ყველა დაბრუნდაო განსაკუთრებით ასაკოვანი ხალხაზმული ხალხანებიო დაბრუნდნენო სკამები რაც იყო მოიტანეს ჩვენს ირგვლივ დააწესო მთლიანად. აი ამ ხელა ინტერესი იყო ქართული ხალხური სიმღერის მიმართ. დამრშეული იყო ეს ამ კუთხის ხალხი, ქართული ხალხური სიმღერა იმდენად ცნობილია. დააწეს ირგვლივ და აღარ მიდიოდნენ და ჩვენ რა უნდა გვექნაო უკვე გვიანია შუაღამის პირველი საათია, მაგრამ არ მიდის ხალხი რა უნდა გავიგზავნო. იმიტომ იცის რომ რამდენი ქორწილიც დაუკარითო, იმდენი შემდეგ კონცერტი ჩავატარეთ ქართული ხალხური სიმღერისო. აი ასე დაბრუნდა ქართული ხალხური სიმღერა ჰერეთში აი ამ თაობის მიერ. შემდეგ ეს პროცესი გადავიდა უკვე ერთგვარ ორგანიზებულ ფორმაში, რაც ნიშნავდა პირველი ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლის შექმნას. შემდეგი ფოტო ვაჩვენოთ, აი ეს არის კახში პირველი 20 საუკუნეში პირველი ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი შვიდკაცა. იმავე დროს საკათალის რაიონის სოფელ ელისენში, ანუ აღიაბადში იყო კიდევ ერთი ანსამბლი მერცხალი, რომელიც პარალელურად ჩამოყალიბდა ცოტათ იმ დროადრეც, ხოლო რაც შეეხება ანსამბლ შვიდკაცას, იგი დაარსდა ბატონი მალხაზ ნოროშვილის მიერ და ჩვენ ახლა სწორედ კახის ანსამბლ შვიდკაცას რეპერტუარიდან შემოგთავაზებთ სიმღერას არაწიითი ღვინეს დავლებთ.
98 წლიდან მოღვაწეობდა, ხოლო 2003 წელს ბოლო კონცერტი გამართა, რომლის შემდეგაც ანსამბლში გაცა აღარ შეკრებილა, მას გამოიყო რამდენიმე წევრი, რომლებმაც დაარსეს გალობელთა გუნდი ლაზარე 2003 წლიდან კარგი დაუშვათ 2003 წლიდან 2010 წლის 19 იანვრამდე სწორედ ანსამბლი ლაზარე მოღვაწეობდა კახში, ხოლო 2011 წლიდან დავაარსეთ ჩვენ ანსამბლი ჰერულა და დღემდე ვცდილობთ ვემსახუროთ ჩვენს მშობლიურ ქართულ კულტურას, როგორც ჰერეთში, ანუ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონში, ასევე საქართველოში ჰერეთის ხალხური მუსიკის პოპულარიზაციის კუთხით. ჩვენი წევრები გახლავთ ამჟამად ბატონი ირაკლი ლომაშვილი, დავით ჯანაშვილი, მიხეილ ლომაშვილი, გიორგი ბაბაჯანაშვილი, ბათო იდაშვილი და მე ვასილ პაპაშვილი.
აკის ბოლო პერიოდის ისტორიაში ანსამბლ შვიდკაცასა და ანსამბლ ლაზარეს შემდეგ და ჩვენი ანსამბლი ჰერულას რეპერტუარიდან ამარგვირგვინებლად ჰერული მრავალჟამიანით დავასრულეთ ჩვენამდე ხარჯს.
მადლობს კიდევ შეხვდებით. გადავუდგებთ რომ დღევანდელი დღით კიდევ ერთხელ გადაიშალა